ვინ იყო სასამართლოს ის მაღალჩინოსანი, ვისაც ივანიშვილის შუშის სასახლიდან მოსამართლე დავით ჯუღელთან ოლიგარქის დაანაბარები მიქონდა. ყოფილი მოსამართლის დარღვეული დუმილით მთელი სისტემა გაშიშულდა. კაბელების საქმის მოსამართლე აცხადებს, რომ ივანიშვილი სასურველი განაჩენისთვის მზად იყო, მილიონებიც კი გადაეხადა. ირკვევა, რომ მოსამართლე ჯუღელზე ფსიქოლოგიური ტერორი სისტემატურად ხორციელდებოდა, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის ხელითაც. ინგა გრიგოლიას რეაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯუღელმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული პროკურორი მას გარიგებას თავაზობდა. დავით ჯუღელი ამბობს, რომ რეჟიმის რეპრესიული მანქანა დაუმორჩილებელ მოსამართლეებს ყველა მეთოდით ებრძვის და ეს მეთოდებიც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, მათ შორის საუბარია მისი არასრულწლოვანი შვილის გატაცების მცდელობაზეც სკოლიდან. ამას არ მალავდა არავინ, რომ ეს იყო ინტერესი ბიძინა ივანიშვილის, ერთ-ერთი შუამავალი, რომელიც დაგისახელეთ სასამართლოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, პირდაპირ განაცხადა, რომ იგი იმ წამს მოდიოდა შუშის სასახლიდან, აქ მუხარას ადგილი არ ქონია. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ დამსახელებიან ნებისმიერი თანხა, გარდა იმისა, რომ მოსამართლედ დაგნიშნავდნენ, დამსახელებიან ნებისმიერი თანხა და ეს თანხა იმ წამს გაჩნდებოდა იმ ანგარიშზე, სადაც ვიტყოდი. რამდენ ნულზე იყო საუბარი? 6 და მეტი ნული.